ერთი ახალი სარეკრეაციო და შერეული სივრცე მოვაწყეთ ვარშავეთის ქუჩაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული უბანი ინტენსიურად ვითარდება, შარშან დავასრულეთ მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის თავშესაფარის კეთილმოწყობა, ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს ვარშავეთის ქუჩის რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც როგორც გამწვანების ნაწილში, ასევე განათების ნაწილში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში სრულად გაახლდა აქ ამ ტერიტორიაზე, იყო რიგი გამოწვევები, განსაკუთრებით ეს ტერიტორია გამოიყენებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებლად, რაც აბსოლუტურად მოწესრიგებულია ამ ეტაპისათვის და ჩვენი პოლიტიკა სამომავლოდ ამიმართულებით მწვანე პოლიტიკის ნაწილში არის ძალიან ნათელი, დაახლოებით 20-ზე მეტი სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია იგეგმება მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტით და სამომავლოდაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სარეკრეაციო და სპორტული ინფრასტრუქტურა ჩვენი ქალაქისათვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო სპორტული ტრენაჟერები, ასევე განთავსდა ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციები, ასევე რეაბილიტირდა სრულად სპორტული მოედანი, მოეწყო გარეგანათების სისტემები და დეკორატიული ფილები. პროექტის ფარგლებში ასევე დაალაგდა აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარკე ინვენტარი, პროექტის ღირებულებამ შეადგინა 1.500.000 ლარი. ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო სტადიონი, მაგრამ გაახლეს, გაალამაზეს, ძალიან ლამაზი სკვერი გააკეთეს ბავშვებისთვის. ყველაფერი სასიამოვნოა, ლამაზია. ძალიან ბავშვებს უხარიათ, არა მარტო ბავშვებს, უფროსებიც მშვენივრად ერთობიან და ვისვენებთ. ასე რომ მადლობა მინდა გადაუხადო გაწეული სამსახურისთვის.